ღმერთო დაგლოცოთ, სულ მუდამ ვილოცოთ, მუდამ ვიხაროდეს, მუდამ მადლობდეთ ღმერთს. სახელი უფლისა იესო ქრისტესი სულ უნდა გვახსოვდეთ და სულ უნდა ასე ვთქვათ გულში გქონდეს და გონებაში. ეს სახელი გვწმინდავს ჩვენ და გვახარებს მისი ხსენება. მას სულ ვახსოვართ, ჩვენ სულ იგი უნდა გვახსოვდეს, ამ სახელი ამ სახელს ვერც დავივიწყებთ, ვერასდროს ვერა მთელი სამყარო ამ სახელს ვერ დაივიწყებს, იმიტომ რომ ის ამ სახელის წინაშე მოიდრიკება უფლისა ჩვენს იესო ქრისტეს სახელის წინაშე მოიდრიკება ყოველი მუხლი, ზეცაში, მიწაში და ძოჯოხეთში, ყველგან. რა თქმა უნდა, ჩვენ ცოდებს ვიდათ და სულ უხმობთ უფალზე უფლის სახელს, რომ მაგ მოგვიტევოს შენი ცოდები. როდესაც ვიდათ ცოდებს, ყოველთვის უნდა დავსვათ მძიმე და გავაგზავნოთ შემდეგი ჩვენი ცხოვრების წინადადება. გამოვასწოროთ ჩვენი ცოდები, გვახსოვდეს, რომ ცხოვრება გრძელდება და გრძელდება ჩვენი ცხოვრების ტექსტი. ჩვენი გონება იმ ბაღს გავს, ჩვენი გონება სული ბაღს გავს, რომელსაც ჩვენ უნდა მოუვაროთ. მასზე სარეველა არ უნდა დავტოვოთ, არ უნდა დავტოვოთ მიშვებულად ეს ზრახვები, ეს ნეგატიური ფიქრები, ეს ნეგატივი რაც გვიშლის ხელს, ეს სარეველა რო არ ამოვიდეს მასზე. ამიტომ, როდესაც ამოგვლიჯავთ მას, მაინც ტერიტორია უნდა ცარიელი არ უნდა მივატოვოთ და უნდა დავტოვოთ. მასზე უნდა დავთესოთ კეთილი თესლი, ეს სიტყვა. იმიტომ რომ იქ მაინც რაღაც ცარეველასავით ამოვა მე. თუ არ დათესე რამე, ცარიელს ვტოვებ, მაინც რაღაცა ამოვა. ამიტომ, როდესაც ამოიღებ ამ სარეველას, ამ ცუდს, ნეგატივს, ავსებთ და შეანაცვლო მისა, ასე ვთქვათ, სამაგიეროდ მისა, უნდა დათესო რაღაცა კეთილი თესლი და კეთილი საქმეები, სათნოები და ასე შემდეგ, ხო? ამას ვიძახ. აი ეს მინდა გითხრათ. ბოროტებისა, ასე ვთქვათ, სულ ბოროტების წინაშე კი იბრძვის წინააღმდეგ, მაგრამ ამას სრულიად ვერ ამოგვიჭევ. ხა რაღაცა ნეგატივი ყოველთვის არის. ეს სულ რო არა იყოს არჩი, არ წუხარება და არც არაფერი ბოროტება, მაშინ სასწრაფოებში ყოფილიყარ, ხარ მიწაზე. ამიტომ ბოროტების ღალატისა, აი, ვინც არის მოღალატეები რო არიან, აი, მოძღვრის მოღალატე, ესე ვთქვათ, ქრისტესი პირველ რიგში და მეორე შედეგად ძმის დის მოღალატე ადამიანები რა, დავუშვათ რომ იწყებენ სიარულს ერთ ადამიანთან, მერე გადადიან მეორეს და მეორედან მესამეს და მეოთხე, ესე მოგზაურობენ, როცა თანამგზავრებიან. ეს არის ღალატის სული რა, რომელიც იუდას სული, ანტიქრისტეს სული. შეპყრობილებიდან მოდის. ამიტომ აი სულიერი განზომილება ბოროტებისა, სულიერი ანატომია, ბოროტების სულიერი ანატომია. შეფარული და შეფარული ზოგიერთ ეკლესიური ფორმით. შეიძლება საეკლესიო რაცა იმაშიც იყოს ჩართული, იგი არის ესეთი ის იყოს, მაგრამ სინამდვილეში ეს ბოროტების არსი, შიგნი არსი აქვს ბოროტების, ის ჩათესილი რაც არის ის რაც ჩაიხუტა და შეისისხორცა, აი ეს აქვს. მაგრამ რაში გამოვლინდა? მაგალითად იუდამ გამოვლინდა რაში? იუდა აკოცა ქრისტეს. ბოროტება გამოავლინა ყოცით. მოძღვარო გადაეხვე, იგონება რაღაცა კარგ საქმეზე იყო მისული. ასეთი ფორმითაც მინდება. ვითომ რეული მოვიდა და იგივე ვითომ რაღაც სამსახური დაიწყო, ვითომ რაღაცა ის გააკეთა, ვითომ სიკეთება. სიამოვნებაში ბოროტება. მოღალატეა. თვალებში შეხედე, თვალებში ეთქობა. განსაკუთრებით სხვადასხვა გამოსახულება აქვს თვალებში, მათ გაორება ეს პირდაპირ ამბივალენტური ნიშანია, გაორება. სხვადასხვა გამოსახულება, სხვადასხვა გამომეტყველება აქვს თვალებში. თვალებით იცნობთ მათ, გუგებით. დიდი თემაა. ეხლა ამიტომ ვლინდება ზოგჯერ ის რაც სიყვარულით უნდა გამოვლინდა, შეიძლება შეგნას რომ მოდი ეზიარე ის ამანა სინამდვილეში. ეს ყველაფერი რაც რაშიც სიყვარულით რაც უნდა გამოვლინდა და რაშიც სიყვარული ვლინდება, აი იმ ფორმით ბოროტებას ფუთავს. ყოცნით გაყიდა ქრისტე. ყოცნით. ხო გახსოვთ ამბოლი, იუდას ამბოლი, ცნობილი ხო ეს? აი ესეთი ფორმა მიცი. აი ესეთი, ამიტომ ხედავთ როგორი შეფუთვა. რაც უნდა წმინდა იყოს, ის მაგალითად ამბოლი წმინდა უნდა იყოს ამბოლი. ის შეიფუთა ღალატისათვის. დღეს ნიღბებით იფუთება, ნიღბებით ბოროტება. ყოველთვის რაღაცას ეფარება. ვითომ სიკეთე, შეფუთულია კარგად, ჭკვიალია რაღაცა, აი რაც ჭკვიალებს, ყველაფერი ოქრო არ არის, ხო გახსოვთ რა ბზინავს, ხო? ამიტომ სიყვარული არასდროს არ აიძულებს ადამიანს, არ აიძულებს სიყვარული, აი შენ გინდა თუ არა, გიყვარდა გინდა თუ არა, ერთგული იყავი გინდა თუ სიყვარული ყოველთვის სთავაზობს, აი გადახრეს, მოუწოდებს, სთავაზობს, მოდი გიყვარდა, მოდი. მაგრამ შენ თუ ეხლა შინაგანად სულში სიცარიელეს ტოვებ, როგორც სარეველა ვახსენე, იმას ამოიზა ვაკუუმს ტოვებ შენ სულში სიცარიელე, სიკავსებად ბოროტის სული შევა. ცარიელი არ რჩება წმინდა
ადამიანის სული კი ღვთის ხატებაა, ხო? ღალატის სული ნიღაბს და ბზარს ეძებს. აი სადაც ბზარს და ნიღაბს ნახავს, აი იქ შეძრება. სადაც გულში ბზარს ნახავს, სადაც გულში სიცარილის ნახავს, აი იქ შეძრება და იქიდან მთელს სხეულს მოიცავს, სულ სამშველს და სხეულს. დღეს იქ არის, ხვალ იქ არის, ზე იქ არის, მაგრამ არც არიცვლის. შიგნით ზის ეს. და მე რატო არის ესეო? რატო არის ესე და ჩაიხედოს და თავის გულში ვინც ესეა. რატო არის ესე? ოფიციალურ, ფორმალურ, გაციებულ, გაკინულ, ფორმალურ ნიღაბში რატო არის? იმიტომ ბოროტობა მარტო გარედან მოქმედი ძალა არ არის. ზოგს გონია მარტო გარედან ებრძვის ბოროტება. არა. შინაგანი ხაფანგია. აი ეს დაიჭერს შინაგანი ხაფანგს. შინაგანი საკანში ჩააგდებს ადამიანს. ეს სულიერი პროსტიტუცია, სულიერი გამყიდველობა, სულიერი მეძავეობა ჩააგდებს. აი მაშინ გამოიჭერს. და იქიდან მე ღრნის, როგორც რაღაცა ესეთი კრაზანა, როგორც აცეთ ღრნის, რუდა შინაგან გამოუჭავს ყველაფერს და წამოწევს საღებს დათოს. კინა თუ უფალი გველაპარაკება ჩვენ და გვიხსნის ამას ყველაფერს სახარებით. რატო უჭირავს სამხედრო ადგილი ქრისტეს გაყიდვას, ქრისტეს ვნებებს, ქრისტეს აი თავად ზეთაული ადგილი სახარებაში რატო უჭირავს აი ამ დრამას, საშინელ ძიმე სტრესული ტექსტია, ხო, რო კითხულობთ ვნების სახარებები, ეს მთელი ეს გაყიდვა, ეს თვითონ ეს პროცესი, ეს როგორ შედის სატანა, როგორ შედის იუდაში, როგორ ყიდის იგი, როგორ იცის ეს ყველაფერი, მაგრამ აი ეს ქრისტე მაინცო ეფერება და მაინცო აძლევს შანსს, აძლევს გახსოვთ, რომ ყიდის და სატანა შედის მასში. ეს პირდაპირ ამ სულს გამყიდველობისა, ბოროტებისა, ღალატის სულს სულკე დიდი დემონები ყავს, იქაც იერარქია არის გაკურებს, დიდი თემები და დიდი ნაშრომებია დაწერილი. იმას თავისი დემონი კურირებს. კერძოდ ნახსენებია სახარებაში სატანა შედის იუდაში პირდაპირ. ქრისტეს წინააღმდეგ ამხედრებს. იზაქიან რომ 12-ვე მოციქულის დაპყრობა უნდოდა, მაგრამ სადაც ნახა ბზარი, აი შევიდა. სადაც ყველაზე ნიღაბი და ბზარი ნახა, ღალატის ყველაზე კარგი სავლის ნახა, ასე თქვა, გარემო აი შევიდა. ეს დიდი ისა, ამიტომ ეს გარედან მოქმედ ძალა არა, შიგნიდან შედის და იქიდან ჭამს, იქიდან მოქმედებს. ეს უფალი გველაპარაკება ამით და გვართხილებს ჩვენ სახარებს, უგვართხილებს. ყველა ადამიანი ამას გადის, მეტნაკლებად. ყველა ქრისტეს მსახური ამ თემებს გადის, ვერავინ ვერ ასწრებს. მოუძღვარი იქნება ამას არ აქვს სულიერი. ყველას თავისი იუდა ყავს, ყველას თავისი ესე თქვა ის ყველა გმირი ყავს, რაც სახარებაში მეტნაკლებად გაიხსენეთ. ყველას. და როგორ უნდა მოვიქცეთ, იქ უნდა სახარებაში არის მოცემული ამის ტექსტები, როგორ უნდა მოვიქცეთ ესეთ ხალხს, როგორ უნდა დამოკიდებული უნდა ქონდეს, ვის უნდა ვევედროთ, რო გვიშოვნოს მეთქვა. გველაპარაკება უფალი. არავინ არ ხვდეს, რომ ჩვენ უფალი არ გველაპარაკება. სულ რასაც ვილოცებთ, სულ მუდამ ტექსტი მოდის. ეს ჩვენ არ გვინდა რომ მოვისმინოთ, იმიტომ რომ ზოგჯერ არ გვაწყობს, რასაც გვეუბნება. არ გვაწყობს, ან არ გვინდა რომ გავიგოთ, არა, უფალი ყველაფერს გველაპარაკება და გვასწავლის და გვეუბნება რაც საჭირო. ყველა ადამიანში არის ეს ნეგატივი, მაგრამ მოდი ესე კარგ ტონალობაზე დავამთავროთ, ხა რომ ყველა ადამიანში არის ეს მონსტრი, ხო, ეს მხეცი. ეს ანტიქრისტიანული ყველა ადამიანში, მაგრამ გააჩნიათ შენ მას ყვება, თუ შენ მას წვრთნი. როგორ გამოწვრთნი შენ? თუ გამოწვრთნი და იწვრთნება ეს ასკეტიკით, მართლმადიდებლური ასკეტიკით ის იწვრთნება ეს ასკეზა, ხო მართლმადიდებლური, აი ნახეთ რა მხელა არის ასკეზა. გადახედეთ, ცალკე დარგია ეს მოთხოვების ასკეტიკა. აი თუ გამოწვრთნი, მაშინ უკვე შენ მსახური ხდება ეს ნეგატივი და ეს ნეგატივი ზოგად გამოცდილებაში თავის პოზიტიურ ადგილს იჭერს. ზოგჯერ ვერ ამჩნევ შენ როგორ ხდება, მაგრამ თანათან თუცა ამახდებ მოვლენებზე ცოტა ფოკუსირებას ვერ ახდენ ახლონა, ცოტა დისტანციები და მე როგორ ხდები რა ოფსტულის წინაშე იყავი და მადლობას წირავდეს. კიდევ კარგი რომ ღვთის ნებით მოვიქეც. კიდევ კარგი რომ სიმშვიდე შევინაჩინო. მადლობა გმეს რომ სულიწმინდა მომარიჭა მომცა იმ დროს გაწონასწორებული მდგომარეობა. მადლობა გმეს რომ ზვარეს სოდოში არ ჩავარდი, ამას ფიქრობ. ზოგჯერ სული ეკრება ადამიანს ისეთ რაღაცას გაიხსენებს ხოლმე წარსულში, საიდან გადააჭრა ღმერთმა ზოგჯერ როცა უსხლის წინაშე აღმოჩნდა გულსა და სულიერ შეგეკრება შიშის რაღაც სიმაღლის, ხო? აი ესე შეეკრება საშიშროებს უსხლის წინაშე. შიში შეეკრება ადამიანს სული. მაგრამ თუ ამას შენ წვრთნი და მოათვინიერებ შენში დაბუდებულ ნეგატივს და თავის ადგილს მიუჩენ, როგორც წმინდანების ცხოვრებაშია, ხო? და დააბალანსირებ შენ ასკეზით და იქნები ქრისტეში და გააწონასო ჯვარს გამოსახავს შენ ცხოვრებაში. მაშინ ისე იქნება ყველაფერი, როგორც ღვთის მადლი გვასწავლის და როგორც ღვთის მადლს ჭირდება და იცის. ღვთის სამსჯავრო
ძალიან დიდი ეს ღვთისმსამჯავროც ერთ-ერთი ღვთისმეტყველი ამბობს ღვთისმსამჯავრო ეს მისი წყალობის უკიდურესი ფორმაა. სამჟავრომდე დასჯამდე და გასხვთაებრივ გასამართლებამდე თავი არ უნდა მიიყვანა, მანამდე მოინანიო ჯობია. იმიტომ რომ ისევ წყალობა მოვა, ოღონდ სამჟავროს სახით. და ის წყალობა არის, მაგრამ უკიდურესი ფორმაა წყალობის. უნდა ფრთხილად იყო, არ უნდა მიიყვანო უფალი იქამდე რომ განგსაჯოს, თორე ვირისი გამძლებია. და არ უნდა მიყვანო ჩვენთან სასულს, არა მიიღწევ ჩვენ ბოროტისაგან. ამიტომ მას უფალი აებს სამჟავროში, რაც ადამიანი რო აღარ ნანობს და ვერ აცნობიერებს თავის ბოროტებას, აშიშვლებს უფალი ბოროტებას მასში რაც ზევს, რომ დაინახოს მისმა სიბრმავემ. როგორად განსახლებაში განუხნა გონებანი მათნი, რომ მას გონებას უხსნის, მის გონების ბოროტებას მასში ჩადებულს აშიშვლებს მის ნედლ ფორმაში, რა ნედლ ფორმაში იყო ეს. აშიშვლებს კონტრასტს სიკეთეს და ბოროტებას შორის ადამიანში ჩამოდებულს, რომ მიხვდეს, გაარჩიოს ადამიანმა თავისი ცოდვის სიღრმე და უფლის სამართლიანობის სუვერენიტეტი და წყალობა და მისი სუვერენული აბსოლუტური წყალობა, მისი უფლისაგან დაუმსახურებელი ჩვენთვის მოვლენილი 1000 საჩუქარი და პირველ რიგში 7 ნიჭი სულიწმინდის, რომელიც მადლობით უნდა ცხანაკაფოთ აღვახსოთ. მადლობის უმადური ადამიანი დღეს უმადურია ხვალ გამყიდველია. ზეკ ანტიქრისტიანია, უმადური ღვთისა და მოძღვრისა და ძისა და ძმისა, უმადურობის ეს ვირუსი, რომელიც დღეს გავრცელებულია. ეს არაფერი, ის არაფერი, არაფერი არაფერს არშობს. არაფერი, ნახავ თუ არაფერი. უბსკულის წინაშე რო აღმოჩნდება, სიღრმე უბსკულისა, ღვთის სამართლიანობის უბსკულის წინაშე რო აღმოჩნდება, მე ნახავ თუ არაფერი. ბევრი კითხულობს და ამბობს, რატომ უშვებს უფალი ამდენ ბოროტებას, რატომ უფალს აბრალებს, თითქოს უფლის ბრალია. რო იქნება ესე? ჩვენი ბრალია ეს. ჩვენ არ ვიყენებ ჩვენ სწორად თავის ნებას ჩვენსას, ამიტომ დამძიმდა დრო და სივრცე, მძიმე დროში კი არა ვარ ჩვენ. ჩვენგან დამძიმებულია ეს ყველაფერი. ბევრი კითხულობს, რატომ უშვებს უფალი ამდენ ტკივილს, ამდენ ბოროტებას? პასუხი აქვს ცივ ლოგიკაში და რაციონალიზმში არ არის. პასუხი არის მარადიული პერსპექტივაში. მარადიული პერსპექტივით უნდა იფრენცვალოს და უყუროს. მარადიული პერსპექტივა. მარადიულობას შეხედოს და იქიდან მიიღებს პასუხს. მარადიული პერსპექტივით მიიღებს პასუხს. რომ თუ დაინახავს, რომ მარადიულ პერსპექტივაში როგორ არის მისი ცხოვრება, აი იქ ნახავს, რატომ არის ბოროტება და სიკეთე მის ცხოვრებაში, როგორ ბალანსირებს. ისე ხოდეფო ცივი ლოგიკით ვერ მიიღებს პასუხს. ისე ვინც უფალს უარყოფს, ისინი საკუთარ დაღუპვას მოიმქიან. დღეს ქრისტეს ერთგულება არის აუცილებელი. ვინც ქრისტეს უერთგულებს დღეს, ვინცაც უფალს, ვისაც უფალზე სწორი და მართალი მართლმადიდებლური წარმოდგენა აქვს, ის გადარჩება. ვინც არ უერთგულებს ღმერთს, მისი ცხოვრებაც არასწორი წესით წარემართება. ვინც ქრისტეს უარყოფს, უარყოფილი იქნება ზეცაში, როგორც სახარებაში წერია. ამიტომ გლოსავთ და გისურვებთ, რომ ღვთის სწავლება, რომელიც მოგვეცა, სათუთად შევინახოთ, უერთგულოთ უფალს და რაც გვასწავლა გავიგოთ. ვისწავლოთ უფლისაგან, ისწავლეთ ჩემგან, რამე 7 ვარ და მდაბალგულით ვარ. გაიღიმეთ, სიმშვიდე შეინარჩუნეთ, ჯვარი გადასახეთ, კეთილგანწყობა იქონიეთ, იყავეთ უფრო მეტად 7, წყნარი, სიკეთით ესეთ, აჩუქეთ, გაახარეთ, მოეფერეთ ერთმანეთს და ყველაფერი აუცილებლად ერთი გაღებული პატარა სიკეთე ასმაგად მოვა. ისე მოვა, როცა არელი მაშინ, როცა შენ მზად იქნები, ან მზად არ იქნები, არ ვიცი, როცა მოვა ნახავ. ოღონდ ყურადებით იყავ. თორე შეიძლება მოვიდეს და ვერ მიხვდეს საერთოდ და ვერაფერი რეაქცია არ ქონდეს. ამიტომ ყველაფრისთვის მადლობდეთ, უნდა ვიხაროთ და უნდა მგოსულოთ. მადლობის ეს იესო ქრისტეს იყოს თქვენ ყოველთა თანა.